საუკუნოვან ქვევრში დაძველებული ღვინო და მრავალჟამიერი. ახალი წელი კახეთში კიდევ უფრო გამორჩეულია. იქ სადაც ღვინის დამზადების 8000-ლოვან ისტორიას ქართული მრავალხმიანობა ერწყმის დღესასწაულიც განსაკუთრებულია. მოამბის გადამღები ჯგუფი ამჯერად სოფელ ქისტაურში იმყოფებოდა, იქ სადაც ანსამბლ მუქუეთის წევრები ცხოვრობენ. წინაპრების ტრადიციას ამ დრომდე აგრძელებენ და ბუნებრივია ქართულ ხალხურ სიმღერებს დღესასწაულზეც ასრულებენ. საახალწლო სუფრა და კახური მრავალჟამიერი ნახეთ ჟანა დიდებაშვილისა და ლაშა მამულაშვილის სიუჟეტში. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში ლალიაშვილების ოჯახს ყველა იცნობს. ფარნაოზ ლალიაშვილი ანსამბლ მუქუეთში მღერის. ანსამბლის 7-ვე წევრი ბავშვობის მეგობარია. ღეროდნენ მათი პაპები, შემდეგ მამები და ტრადიცია მათაც გააგრძელეს. ერთმანეთს ხშირად სტუმრობენ. ახალ წელს ამჯერად ლალიაშვილებთან იკრიბებიან. ოჯახის დიასახლისი საახალწლო სუფრისთვის ტრადიციულად თუშურ კოტორს ამზადებს. დღეს საახალწლო სუფრისთვის ვამზადებ თუშურ კოტორს. თუშური კოტორის ცომი საფუარის გარეშე მზადდება. და უშუალოდ ყველითაც მზადდება, კარტოფილითაც, მაგრამ მე განსაკუთრებულ უპირატესობას ხაჭოს ვანიჭებ. 3-4 დღის დაძველებული უნდა იყოს ხაჭო, რომ იყოს წელვადი კოტორი. ოჯახიშვილებო! ალი ნუ არ გინდა? მოდით კაცო, მოდით, როგორ კაცო? არ გველოდი, აი და. აბა, მოდით. შობა ახალ წელი ვილოცავ, მრავალ და ეს არის შენ სულ. სტუმრები ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე იკრიბებიან და მასპინძელს ალილოს სიმღერით იხმობენ. 25 სავდა მუქუეთი სოფელ ქისტაურის ძველი სახელწოდების გამო დაარქვეს. ანსამბლის ყველაზე უხუცესი წევრი 86 წლისაა, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა 63-ის. ვაწლი თავაშენებით შემოსულია. განაატრიალე შენც, მიჯვეთიო. არც ერთი მათგანი სტუმრად თავს რომ არ მიიჩნევს, იქიდან ჩანს რომ მასპინძელთან ერთად ყველა საახალწლო სამზადისშია ჩართული. ეზოში წალამს ანთებენ, სახლში ბუხარს და რაც მთავარია, ამას ხარისით, იუმორითა და სიამოვნებით აკეთებენ. საერთოდ ტრადიცია ისეთი გვაქვს, რომ აი არ შეიძლება თვე გავიდეს ისე რომ ხან ერთის ოჯახში, ხან მეორის ოჯახში. აი როცა სამუშაოების დროა ხოლმე, მაშინ ერთი მეორეს ან სიმინდის თოხნაში ვეხმარებთ თან და თავისთავად მე ჩავსხდებით ხოლმე და კეიფი მიდის ხოლმე. ეხლაც აი ახალ წელსაც, შობას, ყველა ისეთი ბედნიერი დღეები რომ ქვია. ერთად ვიკრიბებით ხოლმე ჩვენ ყველა წმინდა გვაქვს ზევით ავდივართ ხოლმე, ტყეში ავდივართ ხოლმე, აქაც ერთი მეორის ოჯახებში მივდივართ ხოლმე. აი მე ხშირად ვიტყუხამი ამ ჩემ ძმაკაცებს ვიღაცასთან დაუშვათ საუბარი გვაქვს. ჩემ შვილიშვილებსაც მაგას ვეუბნები ჩემ შვილებს, შვილო, ყველაზე მთავარი არის იყავით მთავმდაბალი, გულისხმიერი, ვიღაცა რაღაცას დაგელაპარაკება, ყურადღება მიაქციეთ, კარგად მოусმეთ, კარგი პასუხი გაეცით. აი უკმეხათ უნდა ელაპარაკებით. და აი ეს არის მთავარი ადამიანებს შორის სითბო და პატივისცემა. აი ეს ქვევრი მაგალითად, ეს ქვევრი არის მე-19 საუკუნის ქვევრი. პაპაჩემის მამას მზითევში მოხვა თანაც მარნიდან ამოღებული. საუკუნოვანი ქვევრში დაძველებული ღვინის ჩამოსხმის დრო დგება და დოქებიც ქარვისფერი სითხით ივსება. ეს არის 2020-ში დაყენებული ღვინო, ქაწითელი. ეს არის ჩემი ძველი ვენახის 1965 წელში გაშენებული ვენახის ქაწითელი ესა. ბებერი ვაზი მაქვს და ზოდაშვილის კარგი ყურძენიცი ძალიან ქაწითელი. და აი ჩემო ყველაზე ძვირფას სტუმრებს ამას ვასვენებ. აი ეს ბიჭები მოვივლიან ხოლმე, მომადგებიან კარზე და დაბარ ვარ და ვალენ როუში.
იქამდე, ვიდრე საახალწლოს უფრა შემოუსხდებიან ანსამბლის უხუცესი წევრი კახური მრავალჟამიერის მნიშვნელობას გვაცნობს და სამშობლოს ერთიანობის ნატურას გვიმხელს. მრავალჟამიერის არის სიყვარულისა და სიტკბოსი და ერთმანეთის გატანისა და ერთმანეთის ომშიაც კი მრავალჟამიერს მღეროდნენ ჩვენი წინაპრები. ქეიფი იწყება, მრავალჟამიერით ვიწყებთ და როცა ვამთავრებთ, ისევ მრავალჟამიერით ვამთავრებთ ჩვენ ქეიფის. აუცილებლად იქნება გაფწყინდება ისევ ჩვენი ქართველობა და ჩვენი სიყვარული. აი მრავალჟამიერის სიყვარულში კიდევ. ახალი წლის დადგომას სტუმარ მასპინძელი კახური მრავალჟამიერით ეგებება და რაც მთავარია, ქვეყანას მშვიდობასა და გამთლიანებას უსურვებს. ფარნაოზის საძმო სამეგობრო მთელ საქართველოს ულოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს, უსურვებთ პირველ რიგში მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიმრავლეს და სიკეთეს. დაილოცეთ, გაიხარეთ, მრავალ ახალ წელს, მრავალ შობას.